მართალია ზღვის სეზონი დასრულდა, თუმცა აჭარა ტურისტებს ახლაც ელოდება. თევზ ჭერა, ჩაის კრეფა, ტური მანდარინის პლანტაციებსა და ბოტანიკურ ბაღში. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რას თავაზობს ზღვისპირა რეგიონი დამსვენებელ სხვა სეზონებზე. პროექტ გაიცანი საქართველოს ფარგლებში ჟურნალისტებმა ამჯერად აჭარა მოიარეს. ჩემმა კოლეგებმა ადგილობრივი კულინარია არა მარტო დააგემოვნეს, არამედ კერძების მომზადებაშიც მიიღეს მონაწილეობა. როგორი აჩმა გამოუვიდა ნუცა ტრაპაიძეს სიუჟეტში ვნახავთ. წვიმიანი ამინდის მიუხედავად გეზი ბათუმისკენ ავიღეთ ეს პირველი პრესტურია, როდესაც მედიის წარმომადგენლები დანიშნულების ადგილამდე მატარებლით ჩავდივართ. აქ ვხვდებით საქართველოთი მოხიბლულ ტურისტს. სამშობლოში დაბრუნებამდე მისთვის ბოლო გაჩერება ბათუმია. საქართველოში კვირანახევრის წინ ჩამოვედი, იმის მერე მოგზაურობ სხვადასხვა კუთხეში. პირველად ვარ და ძალიან მომწონს. ვიყავი სვანეთში, თბილისში, ბორჯომში, ახლა ბათუმისკენ მივდივარ მატარებლით. ჩვენ კი პირველად ქობულეთში, აჭარის აგროცენტრში ვჩერდებით. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ზაფხულის სეზონის დასრულების მიუხედავად რეგიონში ტურისტებისთვის ბევრი საინტერესო რამ ხდება. მაგალითად შეუძლიათ ნახონ ბაღი, სადაც მანდარინის 75 ჯიშს შეხვდებით. მანდარინის რთველში ვიღებთ მონაწილეობას, არის საინტერესო პროცესი და ვფიქრობ, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან კარგია მსგავსი ტურები და კარგი იქნება თუ თვითონ ქართველები ხელს შევუწყობთ ჩვენი ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. აქვე ვათვალიერებთ სხვადასხვა ჯიშის ვას, ვაგემოვნებთ ღვინოს, ბოლოს კი დიასახლისები აჩმისა და სხვა აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასს გვიტარებენ. შემდეგი გაჩერება პეტრას ციხეა. ეს ნანგრევები უკვე 15 საუკუნეს ითვლის. პეტრა ბიზანტიური სახელია, ქართულად კი მას ქაჯეთის ციხეს უწოდებენ. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანშიც სწორედ ეს ციხეა მოხსენებული. ჩვენ ვაგრძელებთ შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას გაიცანი საქართველო და ამ კამპანიის მთავარი მიზანი გახავთ, რომ დავანახოთ ჩვენ ტელემაყურებელს და ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ საქართველო საინტერესოა 4-ვე სეზონზე სამოგზაუროდ, მათ შორის აჭარაც. ამ სეზონზე კი ყველაზე საინტერესო ზღვაში თევზჭერის პროცესია. დღეს მებადურების ბადეში 3 პატარა ზვიგენიც მოხვდა. კადრები გადავიღეთ და ზღვის ბინადრები ისევ ზღვას დაუბრუნდნენ. ეხლა არის თევზის გადარჩევის პროცესი. არა, აჭიშის თევზი დაიჭირა. ეხლა არის სტავრიტკა, არის ლიფიორი და ფონტკარა. კიდევ ერთი რამ, რაც ტურისტებს ბათუმში ყველა სეზონზე იზიდავს, მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღია. 10 ჰექტარზე გადაჭიმული 1 კილომეტრის სიგრძის ეს ბაღი მსოფლიოს საუკეთესო ბოტანიკურ ბაღებს შორისაა. მცენარეთა კოლექცია 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს მოიცავს. ხალხს გონია რომ მხოლოდ ზაფხულში შეუძლიათ მათ ბათუმში და ზოგადად აჭარაში დასვენება, ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ ამ სეზონზეც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგვიძლია ვნახოთ. ამ სეზონზე არ ყავს იმდენი დამსვენებელი და ტურისტი, რამდენიც ზაფხულში, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზ ფერებშია, შეყვითლებულ, შეწითლებული. ასევე ყვავის რამდენიმე ისეთი მცენარე, რომელსაც ზაფხულში ვერ ნახავთ, მაგალითად ოსმანთუსები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი სურვილია აჭარა 4 სეზონის კურორტად იქცეს, რადგან რეგიონს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.